კარგი ნუაში მართლა დავიჩასებოდი და ცხებით დამემსხვრეოდა. უი! აი, როგორ ხარ ფრიდონ? როგორ იქნები? დედა, როგორ იქნები, აბა შესაძოდაო. დედა, რა დაგემართა ესა? რატომ უნდა მოსვლოდა ესეთი რამშენისთან ადამიანს? რატო ყავს ესეთი შვილი ფრიდონ? მე შენ არ ინერვიულო, მაგრამ როგორ გინდა რომ არ ინერვიულო ფრიდონ? გაგიმარჯოს. გამარჯობა არის ხო? ვერ შეგამჩნიათ ალბათ თქვენი ხლები. შემამჩნევა თვალები სიაკ დახატულ და რაღაცები უკეთი ალბათ ვერ დამირახა. შენს გამთან რასაკეთებდით ქალბატონო ნუნუ? მე? ხო. ელენესთან მივდიოდი. ჩხილების ლაქი მინდოდა. ხო და გამახსენდა რომ არ არის აშე და ვიფიქრე ფრიდონის ბიჭთან მივალ მეთქი. და ეს ყური რატომ ხოდა მიდებული? რატო და ვიფიქრე ბიჭს ხო არ ძირავს არ გავაღვიძო მეთქი. თან ვიფიქრე თუ ფეხზეა ჟღარულს გავიგებდი რკინებისას და usmendi. ისეთი ნერვები მოშლილი ვარ. ამატარეთ. აი კი ფრიდონ ვიცი იქნებინა რომ მოშლილია, მაგრამ შეგონია ჩემი ინდირა არ მიშლის ნერვებს. რას მეუბნებით? მართლა ქალბატონო. ყოველდღე ისე ძვირფას საჩუქრებს მიგზავნის, ისე ძვირფას საჩუქრებს რომ ნერვები მეშლება და უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. თუ რამე დაკიდა შებიჭ სამკაულები ძალიან ბევრი დამიტოვა ჩემმა ინდირამ და მათხოვებს საყურეები, ხელსაბავები და სამაჯურები. ქალბატონო. მე ვლაპარაკობ ესეა. ცირა სხვათა შორის ჩემი ხმა ზოგიერთმა მეზობელმა არც კი იცის. ხო, იმიტომ გაიგო ყველამ რომ შვილი ჩამოვიდა. ჩემი შვილი, რაღაცნაირი შვილი. რა არის იცი ფრიდონ თქვი? კი, მაღაზიაში ვთქვი, უთხარი ლაბაძეებს, კაპანაძეებს და შაქირიშვილებს უთხარი. იცი რატო? რომ არიჭორაოთ მეთქი. და საერთოდ რატომ ლაპარაკობდით ქალბატონო? რატო და უთხარი ცუდი რამე არ თქვათ მეთქი, თორე ამოგაგლიჯავთ ენას. შენ ხო იცი რომ მე შენ ოჯახზე სულს არავის არ ვატკბევინებ. იცი შენ ეს კარგად. კარგი, დაღლილი ვარ და თავი მისნება შევალ. მე თუ თავი გკია და ჩაგიგზავნა შენი შვილი და ამოგიტანდა. თუმცა რა სანამ ის ადგებოდა, გაიკეთებდა საყურეებს, ხელსაბამს და გაიპრეჭებოდა დრო ხო გავიდოდა. ჯობდა ეს შენ ჩასულიყავი. ელენე უკვე იმდენი ხანია წასულია რომ მთელი მისი გარდერობი ამოვწურე. მეცაც გეტყვი მომბეზრდა კიდეც. ხო. არის რამ სამსახურიდანაც მაინც და მაინც ეხლა გამომიშვეს რა. არა რაღაცა თუ არ მოვიფიქრე, მამა ჩემის ხარჯზე მომიწევს ცხოვრება და არ მინდა. ნიკა, სად იყავ? რეზიკოს აი, მათემატიკას მისაინჯავდი. გაუფლიანი რატო ხარ? ხომ იცი მათემატიკა როგორი ემოციური საგანია და. ვაშა მოვიფიქრე. მე და შენ უნდა დავიწყოთ ბიზნესი. გავხსნათ კაფეტერია, გავყიდოთ ჟოზეს ნამსხვრევი და გაიქნება ბიზნესი. ჰა? ხო, კარგი იდეა თეკლა, მაგრამ მინიმუმ ამისთვის ფართი გჭირდება. მე კიდე ფართს ადვიშოვი, ხა თან ფულიც არ ამაქვს. ფართი. იცი რა, ვაშა, მამა ჩემს აქვს რაღაც ფართი. მე კი დამითმობს, მაგრამ არ მინდა ბიზნესიც მამა ჩემის ხარჯზე დავიწყო და ვიქირაოთ ეს ფართი. არა, თეკლა, ფული არ მაქვს მეთქი და. არა, გაქვს. მაშინ მამა ჩემისგან ვისესხოთ ფული და ვიქირავოთ ეს ფართი. კარგი იდეა ის, ხო იცი. ხო, ბაბუ, ხო.
რა ვიცი არაფერს რას ვიზავ სახლი ისეთი არეულია ბაბუ რომ მე მგონი ჯობია გავყიდო და ერთ ოთახიანი ვიყიდო სადმე რა ვიციო არა ბაბუ ეხლა მაგდენს ვინ მოგცემს აბა ხო გითხარი არეულია მეთქი მაგარითან ხო კარგი მიდი მივხედავ საქმეს კარგი აუ ეხლა ამდენ პერანგებს აგარებს ხავს ამას და რა მიხედავს მე რა მე მგონი ჯობია 1-2-ის მივამატო ხო და შემიტანენ გინესის რეკორდებში და გამირეცხავენ როგორ დავსახურებული რეკორდსმენს აბა რა უყო ეხლა მას აწავიყო ამდენი არა ყველაფერი უნდა მოვიშორო რა დეპრესიას მაგონებს აბსოლუტურად ყველაფერი რა არა ყველაფერი ეხლა აბა რანაირად არ გამოვა ერთო რაღაცას მოვიშორებ და ეგ არის რა მომეშვარა აი რა ვიცარ განთავისუფლდი რა არის ეს ვერ გავიგე ბატონო ფრიდონ გამარჯობა სახსურევ სახლი ვიცი მე ვისაც არეული ხო და ის არ ვინდა ეხლა არ ვირა ისედაც დაწყვეტავზე მაქვს ნერვები საქმე მაქვს შენთან და პირდაპირ გითხრა თუ იქიდან დავიწყო თეატრალში რომ ვაბარებდი პირდაპირ მითხარი ბატონო ფრიდონ კარგი თეატრალს ვამთავრებ და პირდაპირ მითხარი თქო ბატონო ფრიდონ კარგი გუშინ წინ სპექტაკლი მქონდა რო პირდაპირ არ შეიძლება ბესოზე მინდა დაგელაპარაკო ხო და მე იქნებ მირჩიო რამე იქნებ დაელაპარაკო იქნებ მოგისმინოს და მოიხსნას სხვირიდან ის რაღაც როა სხვირიდან მოიხსნას და ენაზე გადავატანინო თუ რა გავაკეთო ვერ გავიგე კარგი უბრალოდ გამეხმარე პატა გეხვეწები და რაც გინდა მთხოვე მართლა ხო ნუ კარგი არა რაც გინდა მთხოვე გამოთქმა ასეთი პატა კი ბატონო ხო კარგი ამის გამშრალებას რაღა უნდა რა ის ნიკა თექნასთან ვერ გეწინ სხვენია კარგი მოგიტანდა რომელი ის გინდა ვეფხვებიანი თუ სპაიდერმენიანი რომელი სპაიდერმენიანი ო კარგი რა კარგია ესე იგი ლაშა იქირავებს მამაჩემის ფარც მოაწყობს ინვენტარს შეიტანს პროდუქტებს გამოაწყობს შოთეს ნამცხვარს გაყიდის ფული შემოვა რა კარგი ბიზნესმენი ვარ კიდე როგორ გაამართლებს ეს ბიზნესი ნუ თუ არ გაამართლებს ლაშა ეგეც არ არის პრობლემა შეგვიძლია ეს ფაქტი უფრო ძლიერ გავაქირავოთ ეგეც ხომ ბიზნესია ხო ერთგვარი კი არა ისა ლაშავიდა ტრაფიკობის ობიექტის გახსნას თუ აკეთებ ზაფხარ მაგისთვის კი მზად ვარ ხო და თუ მზად ხარ აბა 5 წუთში გამიკეთე ჩემი საყვარელი შოკოლადის შოზე ნუ მაინინოფ შეყვება და ბიზნეს იდეაზე მსჯელობთ მიდი მეცადინენ ხო უი ისე მაგ ბიზნესისთვის დიდი ფართი დაგჭირდება ლაშავიძე მაგ მინდა დიდი ფართი პატარაც მეყოფა კი ყოფა მაგრამ ვაშე შენ გარედან მოგიწევს გამოცხობა ეზოდან იქნება რომ ეზოდან ნუ მაიმუნობ შენ წადი მეცადინე რა თქვენ საქმე ვიმეცადინებ თუ არა საქმე არა გაქვთ ნუ პრინციპში საქმე არა მაგრამ მაინც გავანებით თავი ლაშა მომიცინე ძალიან მაგარი ბიზნესია წარმოიდგინე შენ გამოაცხობ როზეს ნამცხრებს გაყიდე მე კიდე კლიენტებს მივემსახურები ხო აი წარმომიდგენია უკვე როგორი წარმატება გვერდის ლაშა შემოდის კლიენტი და მეკითხება ნამცხვარი მინდა მე რომელი კლიენტი ყველა და ამ დროს შენ მეუბნები 100 ლარიანი არ გამოვართოთ ეკლა ხურდა არ მაქვს გეგმა არის რამე არა გეგმა არაფერი გეგმა არ მაქვს მაგრამ იქნებ წაიყვანო სადმე ისეთ ადგილას სადაც ვაჟკაცობას შეიგრძნობს დაალევინე კაცობაზე ელაპარაკე იქნებ გამოვიდეს ვა როგორ პრიალებს ეგას ხმარობ არის სახელი არის ბაბუ ამ დატოვა სანამ წავიდო და 1-3 და ბატონო ფრიდონ აი რა ვერ გავიგე აი მაინც აი რა ხდება აი კონკრეტულად რა არ მოგწონს ბესოში აი რა არ მომწონს კი არა იმ დღეს მის ოთახში შევედი ნეტა ვაშევსული ყავი შევედი და რას ხედავ ტანზე ახატია რაღაცები ახატია და ინგლისურად აწედია სულ ყველაფერი ინგლისურად შეკარგი დედმამიშვილო ქართველებს რა მწერლ
მოგლები აქვს გალაქტიონის ჩინავა რემონტავა რა ვიცი ზნევაზე ხატრები შემოპაათა ხატრები იმ პირდამშენილი დრაკონის დახატვას პიროსმანის მებადური დაეხატა არ ჯობდა აი მაგ მებადური ქნა მაგარი ტატო ეგ მაგარი ტატო მეც მომუშავეთ რა თქვენს კაფეტერიაში. შენ რა უნდა გააკეთო იქ, აბა მითხარ. დაცვა ვიქნები. აი მარტო თქვენ გიყოლებათ პატარა საყვარელი, ოდნავ პუტკუნა ნიჭიერი, მაგრამ ცოტა ზარმაცი 6 კლასს დავთავრებული დაცვა. შენ მაგ მაიმუნობას ჯობია მოეშვა. დადი იმეცადინე. ხო. არა მაგარი პატარო შემოახომე ვაიმე რა კარგი იქნება პირველად მაგას მევსახურები მივართ მე ყავას ჟოზეს ნამსხვრს და ფულს არ გადავახდევინე დაცვა პატარო შემოვა არ შემოუშვა იცი ვაშობდი არა ვიფიქრე არ მაინტერესებს წადი ეხლა და იმეცადინე უსაქმური ეს კარგი. რა ვიცი, ვიფიქრე ვეთყვით ხო რომ მარტო ნამცხრობის გაყიდვა, სხვა რაღაცების გაყიდვა ჯობია, მაგალითად სალათები, ყავა, სენდვიჩი, თუთუშები, უფრო კლიენტი ეყოლება. ნიკა, მოდი ეხლა აქ და ითამაშე. ეს გონება გახსნილი ეს. სადა გაფსის საწმენდი საწმენდი არა ხაბარია მაგრამ რა ვიცი აბა ეხლა მოკლედ გახეთქვაზე მაბსული და არადა ჩემი დიდი ბაბუის დიდი ბესარიონ შვანგირაძის სახელი დავარქვი ფინეთის ომში იბრძოდა ბომბი დაეცა საწყალს კიდევ კარგი საფლავი არა აქვს, თორემ რომ დაინახავდა ვის ქვია მისი სახელი საფლავში გადატრიალდებოდა. გამოდივიდა და დამშვიდი ხო? დამშვიდი. ხო გითხარი დაგეხმარებით ხო არა? გამოსწორდება ბესო, აი დამიჯერე, ჩემთან ერთად სულ სხვა ბესო გახდება ცოტა ხანში. რატომ ფიქრობ, თქვენ ხო არ დაგავიწყოთ, მე ვარ პატა პიტერი ეტია აი ასე მინე ჯამთრელობა არის საკმარისია გასაგებია ნერვიულობ აღარ ვიცი რა ვქნა ჩემო პატა არადა რა ვქნა ბიჭო რა ვქნა ჩემი თეატრის მაყურებელი მენანება მეწოდებიან კაპიც აწებებენ რომ როგორმე ბილეთი იყიდონ სხვადასხვა ბილეთი გაიართა 3 ვარით ამასინაც ახალი სპექტაკლი დავდგით შავი თუთის ლაქა თეთრ პერანგზე ანუ სამნი გილიოტინაზე საინტერესოა ორი ბილეთი მაქვს ნუ ხო ბატონო ფედორე ხა ბესო რო არ მყავდეს გამოსასწორებელი უეჭველად კარგი თქვენ არ ნერვიულობთ ბატონო ფედორე არ ნერვიულობთ საშა უკვე მომწონს ჩვენი კაფეტერია ხო ამაზია? კი მეს მომწონს ძალიან ესეთი ორიგინალურია და მე ვფიქრობ რომ სახელიც ორიგინალური უნდა მოვფიქროთ. მოფიქრებული მაქვს უკვე. პათე. და? პათე. ათე რა არის? ანუ პატას და ცეკვას ნაზავი. ორიგინალურიც არის, საყვარელიც არის და საყვარელიც. ხო, ძალიან კარგია, ძალიან კარგი ეს პათე არის, გადავიდე. ჩამიგდო რა ბიზნესი ჩამიგდო რა. რა პათე ხა საყვარლობა, სად ორიგინალურობა და სად პათე, აი გამაგებინეთ ეხლა რა. ხო, რა ვიცი. პათე არის გამორიცხული. გამორიცხულია მეთქი პათე. მაშინ თეპა. ანუ თეკლა და პატა. აი ნახე როგორ ჟღერს თეპა. ანუ ეხლა ეს სიტყვის მეორე მხარეს გადაინაცვა ბოლოში, გადაინაცვა ამ ორიგინალურობამ და საყვარლობამ? ხო, ანუ პა.
ხო კარგად მოვიფიქრე ვარ. აი მე ძალიან. ხო. აი არ ვიცი ხო. არა. თეპაც გამორიცხულია თეპი. მაშინ ვაშა სხვა ვარიანტი აღარ დარჩა და პირდაპირ პაატა დავარქვათ. პაატა დავარქვა და კაფეტერიას გარედან კიდე წითელი დიდი გული მივახატე. კი, კარგია, კი. კიო, გესმის კი, კიო. ახლა მოდი სიყვარული და ბიზნესი უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან, თორემ არაფერი გამოგივათ. შენ ჯობია ამ ბურთს გაემიჯნო, აი მაგიდას დაემიჯნო და ჩაიმიჯნო. რო დახატე რაც გითხრეს იქ. რას გავახსენე თავი და მინდოდა. კარგი ვაშა. და აბა რა უნდა დავარქვათ? ნიკა დავარქვით ჩემს საპატივცემლოდ. თან პატარა ვარ და საყვარელი. არა. მართლა როგორ დასცა ხარზე ეს მთასავით კაცი ბეჭზე როგორ დააგდო ნახე რა გენაცვალე რა მაგრამ ეხა არ ქონდა ეხლა იმასაც სალამი მართლა დამთავრებული ეგრეთ არ ხდება ეგრე არა მოვდივარ ვა ბესო შენ ხარ მოდი რა შევი როგორ ხარ მარტო ხარ თვითონ სადა ექსი წავიდე ო ექსი წავიდე და თვითონი მე შენ რატო არ გაყიდე რას ამბობ? შენ აყოფი ხარ ფრიდონის სპექტაკლზე? აბარა, რას მეკითხები? აბარა ეს. აიცა, ესე იგი შენ აყოფი ხარ ფრიდონის სპექტაკლზე და კიდევ მეგობრები. დაჯიკი. ცოტა ხანი. რამდენი ხანი გინდა რა პრობლემაა დაჯიკი გამიხარდა რომ მოხვედი რომ შემოიარე. ბესო, არ გინდა ფილმს უყუროთ. არა, მე არ მიყვარს მეზობლებთან სიარული და უაზრო ლაპარაკი. სახში ჯდომა და მუსიკის მენა მისჩემია. ხელს თუ გიშლი გავალ. არა, იღავ. იგანა მომიშალა ნერვები ეს მოიხსენი, ის გაიკეთე, გამოიძრე. მე ნუსმენ, ბესო ნუსმენ, ფრიდოს რატო უსმენ, რატო იშლი ნერვებს ზალით, ჰა? გაანებე თავი რა გინდა? ძველი ყაიდის კაცია ეხლა ფრიდონი ჩვენ ახალგაზრდებს რას გავიგებს? მოდი, მე და შენ დღეს წავიდეთ სადმე მაგრად გავერთოთ. დღეს ერთად გავერთოთ. სადა თუნდაც ჩავიდეთ ეზოში და ემზარი და წითელი თემურა დავანგრიოთ დომინოში, ჰა? შენ ეგრე ერთობი ხოლმე? კი. ხანდახან ერთობი. ბესო ცოტა ადრე რო ჩამოსულიყავი რა მაგარ დროს გავატარებთ შენ არ იცი. როგორ და მე მყავდა აქ ადრე ბაყაყი, ბექა ბაყაყი დავარქვი და იცი რა მაგარი ტიპი იყო, ხო ესე დაახტო და აქ იყინებდა. მე მყავდა ვუკრი ყვავი იყო, მაგრამ ვუკრია ხო ესე ხო ხტები ამიტომ რომ იმას დედას არ მოიცა ბესო საწახვედი სახში მიდი ხარ? არა, ჰოლანდიაში. დახატე მან რასაც ხატავ. ეხლა მომისვინეთ ეხლა. ლოგიკურად ვიყვეთ ჩვენ ამ ყველა. ვიყვეთ. ხო, ბიზნეს ვიწყებ მე, ანუ ჟოზე, ხო? კი. ხო. ნამშრომს ვაწყობ მე, ანუ ჟოზე. და რა უნდა დავარქვათ კაფეტერიას? პაატა? ჟოზე. ხო, კარგი ჟოზე, მაგრამ თავში თუ გინდა წამი ვამატოთ ან ბოლოში თუ გინდა. შენ. აუ, გამომივიდა რა. არა, თეკლა, არა. ჟოზე და მოჩა და გათხოვდა. ხო, კარგი, ჟოზე. კარგი, ის ვაშა სლოგანი მოვიფიქრე. თუ სლოგანი, აბა? იჩქარეთ შეიძინეთ ჟოზეს ნამცხვარი, მართლა იჩქარეთ, თორემ თვითონ შეჭამს. ასე საგამომივიდა რა. რას აკეთებ შენ კიდე? რას მაიმეო? მე ლოგო მოგიფიქრეთ. აბა? ლაშა და თეკლა. როგორია? რა უყურებ თავს? დაჯიკი შენ და დახატე რაღაცა საერთოდ. დახატე. ვა. ესე გადასახელი გადავწყვიტე. გადავწყვიტეთ. ხო. გადავწყვიტე. ეს ვიცოდი წინასწარ არ დავმივიდოდა. არა, შეხედე, რას მაიმუნობ შენ გამაგებინე, რას ხატავ, საერთოდ მითხარე, და დახატე, მაჩვენია რა დახატე. აი. რა, ნიკა ესა? რა, ნიკა არ მშვენია რა დახატე ეს. ჩურჩლა და ვაშლები.
მაგრამ მეორე არ დახატო მიგა შეიძლება აბა ეს დახატე მაგრამ ეს რა არის? ირემი. რანაირი ირემი? ეს გამაგებინე, ეს რანაირი ირემია? ვაიმე, თეკლა მოდი აქ. აი როგორ უნდა მოვაწყოთ სამზარეულო კაფეტერიის. აი, შეხედე ესე იგი, აი აქ დავდგავ მაცივარს. აი აქ მაგიდას დავდგავ. აი ამ კუთხეში დავდგავ გასკურას. გასკურას. ხო. ისე ნიკა ირემი კუთხე რა თუნდა. არც სამზარეულო უნდა. კარგი ბიჭი ხარ ესე შენ. კარგი ბიჭი ხარ. თავიდან დახატე. ეს მომეწონა, ეს გამომადგება. ისე ნიკა ეს კუთხა ირემი არ არსებობს. რა ჰოლანდიაში ერთი წუთი მოიხსენე, სად გეშხარება. დავლიოთ ბესო. ჯინტონიკი გაქვს? ჯინტონიკი არა. ბურბონი რატომ დალებაა ბესო ხა დალევა გვინდა ჩვენ რა არასლაპარაკო. არ გვინდა დალევა, ჭამოთ მოდი აბა ჭამოთ ამ. პიცა გაქვს? პიცა არა. ვეგეტარიანული ბურგერი? რა საიტეხე ჭამა ბესო ეხლა რა გვინდა ჭამა ვერ გავიგე სხვა რამე. მოიფიქროთ დაჯიქი ვისაუბროთ ვილაპარაკოთ. პუფი არ გაქვს? რა? პუფი. აი პუფი არა მაქვს. აი რა ვქნე, პუფი არა მაქვს ბესო, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს კედლები და ეს მივეყუდოთ რომელიც გინდა ამოვირჩენი. ეგრეთ საქმე. დაჯიქი ბესო. ვა მუსიკას უსმენ. მაგარია. ბესო ისა რა ქვია? შენ ბესო. ისა ბესოს მომეძახი რა, მეგობრებთან ბობი დამარქვის ჰოლანდიაში და ბობი დამარქვის. ბობი გასაგებია ბობი. რა მუსიკას უსმენ შენ ბობი? რა ვიცი, უსმენ. აჰა, გასაგე ბობი. რანაირი სახელი? ბობი. ჯერ არ ჩამიქავს მუსიკა და მესმის. არ ჩაგიტავს ბობი. რა კარგი სახელია ბობი, რა როგორ მომეწონა. შენ არ გაქვს მეტსახელი? მე არა. მოგიხდებოდა. მართლა რა, აბა? ისე გაცვია, რომ აი სანგალა ხარ. ბობი. აი ეს სანგალა. მე ვქვია პაატა ჯერ ესეთი და ძალიან თქო დამიზახე პაატა ან პიტერი ან პეტია დამიზახე ან პეტო დამიზახე ბოლოს. ინტერიერი როგორ უნდა მოვაწყო? ინტერიერი? ეგ არ ვიცი. ხო და მოვიფიქროთ. აი შენი აზრით რა ფერის ფურცლებზე უნდა იყოს ფასი დაწერილი? თეთრი. არა, ვაშა, თეთრი ისეთია მაინც ცივი ფერია და აი მუქი მწვანე უფრო კარგი იქნება. არა, თეკლა, კი შეიძლება ცივია თეთრი, მაგრამ არის ასე თქვა სიმბოლო სისუფთავის. ასოცირდება თეთრი სისუფთავესთან. არა, ვაშა, სად მუქი მწვანე და სად თეთრი. აბა თეკლა ხე შენ ყურადღებით მომისმინე, სად მუქი მწვანე და სად კიდე თეთრი რა თქმა უნდა თეთრი ხალხი უნდა დავწერო. გაერთი ამ და სალათის ფერი არჩიოთ არა? არა მომისმინე თეკლა ხა შესალ გაგიგონია რომ აი მაგალითად თეთრზე შავად წერია. მოგიგია მე მუქი მწვანე. გისმენ? ხო, კარგად. ეუბნები რომ თეთრი. როგორ არიან და კაფეტერია გახსნეს, კლიენტები მოაწნენ და ესენი ფერებზე ჩხუბობენ. კარგი დაუძახე. თეკლა დაგეძახის. თეთრი ჯობი ეხლა მწვანე არის? თეთრზე შავად წერია ხო გაგიგია რა? მუქი მწვანე და თეკლა დედა მუქი მწვანეო. მუქი მწვანეო აი? ხო, გისმენდა დენა? ხო. არა, აი წეღარაცაც გეუბნებოდი იმაზე ვკამათობთ, უბრალოდ ვერ შევთანხმდით ამ ინტერიერზე. ხო. ვინ დიზაინები? საფრანგეთში ვისთანაც ცხოვრობდი? სოფო, ხო რა დამავიწყეთ სოფოს სკოლაში შეყვარებული რომ წამართვა. არა, ეგ უნივერსიტეტში წამართვა. კარგი, აბა ნომერი ჩამაწერინე? ხო. 18 თუ 19? 22? უი, რა კარგი ნომერი ქონია. ეთყობა ეგეც ვინმეს წაართვა. ხო, კარგი, იცი რა, მოდი ჯერ შენ დაურეკე და მე დავურეკა, ვაუხსენი შენ. ხო, ნუ ვერ გამიხსენა, ვინ არ უთხარი რომ ორი შეყვარებული რომ წაართვა, ეგ თეკლაა თქო. კარგი.
რა არის ვერ გავიგე რა უნდა გითხრა ბესობობი არ გინდა დღეს წამოდი სადმე გავიდეთ გავისეირდო ქალაქს დაგათვალიერებინებ მე საღამოს დავსხდეთ სადმე და ლუდი დავლიოთ როგორი აზრია ბობი მუსიკას უსმენდი და დღეს სადმე წავიდეთ ხომ და შენ გავისეირდოთ ქალაქს დაგათვალიერებინებ მე სადმე დავსხდეთ ლუდი დავლიოთ როგორი აზრია ბობი აუ ის ჩავფიქრდი და ვერ მოგისმინე რა მითხარი დღეს სადმე წავიდეთ ხომ და შენ ქალაქს დაგათვალიერებინებ მე საღამოთი დავსხდეთ და ლუდი დავლიოთ როგორი აზრია ერთი წუთი მესიჯი მომივიდა წავიკითხო როგორ საწავიდეთ რაო ერთი წუთი ბობი აიცი რა ვიფიქრე ყველაზე ვართ და ქალაქში გავიდეთ დავათვალიეროთ ლუდი დავლიოთ დროს ლაპარაკო ბატონო როგორ აკარგია როგორ მოიფიქრე შენ თუ გინდა უღარი როგორ გითხრა ბობი წავიდეთ აბა რა ვქნა წავიდეთ მაგარი ბარივით წავიდეთ ლუდი დავლიოთ ხო კარგი გამოყვები ოღონდ მე შენ უნდა გამოყვი ბატონო შენ გამოყვები სადაც გეტყვი მე გამოყვები შენ სადაც მეტყვი ხო რაო ბიჭო ბესო მე თობი თოდღეს ხო არა ბობი მე არ ვრება უფრო თხზავ მე ხო მართლა ზანგალა ხარ არა სად არის რა ეს გოგო სად არის 2 საათის წინ უნდა მოსულიყო აგვიანებს უი მართლა კი ვერ მივხვდი კარგი მე აიმიდან გავხედავ ერთი აბა ხო მიდი აბა გადაიხედე არ გინდათ ეს დიზაინერი მე დაგეხმარებით პირველ რიგში უნდა შეიძინოთ ხიარული ფერის ნახატები და უგებესავი მე უცნობი დამწყები მხატვრის იყოს აჰა და რაგის მაგ უცნობი დამწყები მხატვრის ნახატები სანამ უცნობია 10 ლარი და მე გაგვირდება და დროზე მოსწარ წვიმა აჰა მოვიდა რა საერთოდ მოჭა თეკლა სოფი ბიჭია არა ლაშა უბრალოდ მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე სოფოზე კარგად აჰა ნახე როგორ გამოპრანჭულა ეს ქალბატონი დანაირი საყურე უკეთია რა არის აი ფეხზე რა აცია ნეტა გაახედა ნახა კარგად მე შენ არც გეკითხები როგორ ხართ კი არაჩვეულებრივად გამოიყურე ხო ისა ილინდა გადაგეხვიო მოდი ძალიან მომენაცვე შემოდი გაგობა ხომ არ დავიგვიანე ხომ არ დავიგვიანეო არა არ დაიგვიანეთ 2 საათით ადრე მოხვედით ლაშა მე ლაშა ელენეს და ბუსის ძმა სოფი ნიკა ელენეს დედა შვილი შემსა ხო ესა სოფი ცივიწვენიან წყალი არა დიდი მადლობა მე დავლე მეც დამისხი ელენე მითხრა რომ ჩემი დახმარება გჭირდებათ. ნუ დახმარება რა ეხლა პრინციპში მეც შემეძლო ჩემი გემოვნებით მომეწყო კასეტერია, მაგრამ იცი რა ელენე მთხოვა იქნებ დაასაქმოთო და აჰა.
ეკლა ელენე მისიც მითხრა რომ ფული არ აქვს და იქნებ ისე დაეხმარო. ხო. ისი არ არის ელენე რომ ეხლა ეს მაისური დავულაქავო. მე ექვსეში და კარგად სწავლობ. დინა ჩემი ნახატები გაჩვენო? კი. Yes. მოიტანს ეხლა ნახატებს თავის ნახატებს ანუ რაც ნახატა იმას თვითონ ვაიმე როგორი რაღაცნაირი ნახატებია რაღაცა ვაიმე რა საყვარელი ხო კი ძალიან კატასტროფია ესეც როგორია ვაიმე რა საყვარელი ხარ აბა იქ გვერდზე ნახე იქ თასკარია კი ესეც შესანიშნავია კი და ის საყვარელია რო არ ვაიმე რა საყვარელი პიძას გავს და კაფე ეს ვარიანტია. მინდა გაჩუქებ მაგნახა. კი, მინდა. ხო, გაჩუქებს კი. ხელა ბიძია ყავს რა მძიმე. ნიკა შენ ითამაშე. ითამაშო რა, ბავშვი კი არა ვარ, უკვე 12 წლის. ოჰო 12 წლის იყო დავით აღმაშენებელი 4 წელში მეფე გახდა. ნიკა ფერს მოვაპარაკობ, მიდი ითამაშე. ჩვენ საქმეზე უნდა ვიქცეთ. კარგი ხო. ნიკა რა უნდა ითამაშო? კაბუთი. ვაიმე გიშდები კალათ. მართლა? მეც გიშდები კალათ მურთე. ძალიან მაგრად ვთამაშობ ხოლმე აი შაბიზია რა მასწავლებლო დაგუჭული ნახატები როგორ მიუთანო ნახე რა ახალი დახატე ნიკა რა პრობლემა ისა სოფი ესე იგი მოდი საქმეზე ვიმაპარაკოთ ესე იგი ელენე გეტყოდა ალბათ რომ კაფეტერიის გახსნას ვაპირებ ხო და მაინტერესებს აი ესეთი ვარიანტისთვის ოპტიმალური ფართი რამდენია ნუ ახლა იცი როგორ არის სადღაც 110 კვადრატული მეტრი ხო ანუ ვაშაბიძიას წონა ხო რა ოპტიმალ ხო რა მაინტერესებს ახლა კონკრეტულად რა გჭირდებათ ჩემგან ხო ესე იგი იყო თქმა მე აუხსნი არ არის პრობლემა ესე იგი სოფი ხო სოფი რა გჭირდება ჩვენ გჭირდება მაგალითად ახლა რო აი რო თვითონ კაფეტერიაში რო ჩვენ აი ასე ვთქვათ რო ჩვენ ეს არის ცით რა არის რო აი რო გავალმეხოთ და მოვალ listen ხოდა ხომ არ გათხოვდი აიცი რა ჯერ არ ვჩქარობ არა ხო მაგრამ შენ ისეთი დაძაბული ხარ გეტყვი რომ არ შენ არ გათხოვილ ხარ ხო დაძაბული რა არისა არ ჩქარობ მე რაკჭირს ლაშა გამაგებინე რაკჭირს რა შენ დაბნეული მეჩვენები ახლა მიგიდე როგორც წესი გარიგი ესე დაელაპარაკე შენ ხო საშინად სიმპათიური ხარ აბა ხომ არ მოიწინეთ გოგოებო რა მოიწენ სოფიკოსთან სოფი ხო რას შეგავჩერდით სოფი ჩვენ სიგი ინტერვიუერის ექსტერნი რა
რაგჭირს ლაშა გამაგებინე რა რაგჭირს შენ ახლა მართლა 4 წოლი ყავდა 4 წოლი როგორც წესდარი გადი ახლა დაელაპარაკე შენ აგენაღულება რა გადი დაელაპარაკე მაგარია მიდი მეთქი ცხენია გადი ახლა რო გეუბნები გადი როგორც წესდარი გიესი დაელაპარაკე ხო კარგი მივდივარ ხო ვაშა ახლავე მოხვალ ხო? კი ავიზდები ხმა შენ რა გჭირს ლაშა გამაგებინე რა ბოლოს და ბოლოს მაგრამ ბოთე ხარ რა ლოყებიანი ბოთე აი თუ არა ხარ ლაშა მიწი გავედი გამარჯობა ის პატა შენ რა გამჭირს კაცო მოდია შენ დაიცანი პატა ჩვენი ესეთი მეზობელი ხო მეზობელი ჩვენი მეზობელი სოფი გამარჯობა სოფი ჯერსი პატარა პეპე გესმის შენ პეპე ხოხები ანუ ის ხوارი ბობი მე ვარ პეპე აბა ეხა შემომხედეთ როგორია მიხდება მოგწონთ ჰა როგორია როგორია აი მე პატა მაგარია ძალიან გიხდება და რა რაზე მეკითხები საყურეთ ეკლა რა ვჭი საყურეთ პატა პეპე ყური გაიხრით ხო კი აბარა ყური გაიხრით აი მე გიჟდები ბიჭს რომ აქვს ყური მოდი მოიცა მართლა გიჟდები ნახე შემოხედი ნახე მეც გიჟდები გიჟდები აი პატა ძალიან გიხდება მართლა რა მგონი მართლა ძალიან კი პატა საყურის ყურები გაქვს ეკლა მე უფრო მომწონს კარგი გასაგებია გავიგე რომ მიხდება დიდი მადლობა პატა ეს თვითონ პეპე პეპე მოდი პატა ძალიან გეტკინა რომ გაიხრიდე და არა რაშა ასაპარაკობ რა მეტკინა არა აი არაფერი რა იყო მეტკინა ხა რა მოგივიდა პეპე უნდა მომიყვეს სად გაიხრიდე როგორ გაიხრიდე ეხლა მითხრა ეხა გელაპარაკო მითხრა ეხა მოკლედ რა ხდება მე საერთოდ სოცხობ არა რა მეტკინა სულ რა ხდება საერთოდ მე ვარ ძალიან ისეთი ხოხები ანუ აი მრავალფეროვანი და ესე თავისუფალი ადამიანები ჩემთვის ეს ეხლა არ არის პრობლემა ხო და აი შემომხედე ნახე როგორ პირველ ხო ნუ ესეთი ვარიანტია ხო რა უსამართლობა რა სოფლიოში ყველაზე სასაცილო ბიჭი მომწონს და იმაშიც მეცილება ხსენ ახლა მე სოფიკოს ხსე თქვენ ორნი მაინც ხართ ძლივსა დაიძინე ეს რა აჰა ნახე სოფი ყური გავიხრიდე მიხდება ძალიან მიხდება თუ ისე რა ჰა ხო რა ვიცი ეს არა გიშელი არ მიხდება იცი მოიცადე აბა ეს რა ვიცი აბა აი სოფი ეს იგი გამიხვიდე ყური რა ვიცი ხმისთვის ჭიპის გახმეტასაც ვაპირებ და ნახოთ და როგორ არის ძალიან ხალუხ ლაშობიძია დასაკით აბაზენა შევდიოდი და მანდრაგინ აქ რო წამოვედი აი გზაში ჩამეძინე ეხა შენ ხმაზე გამეხვიძა და შევდივარ აბაზანაში ხო შენ რა გინდა აქ ძალიან მადლობა ხო ძალიან კარგი სოფი ნახე შენი გულისთვის ყური გავიხრიდე აუ თეკლა რანაირი საყურეები გაქვს ძალიან წამიშე თუ ძალიან რა გინდა ახლა აქ ო კარგი წავალ დავიზინებ ისე დედიკოს ზარდახშაში ბევრი ბეჭდები და ძიები აქვს და გაიკეთე მოგიხდება აი